გამარჯობა ხალხო, ეხლა არის დილის 8 საათი, ვარ ფოთის სპორტში და წუთი-წუთზე ველოდები, რომ დამიძახებენ და მეტყვიან, რომ ჩემი კონტეინერი იხსნება და ჩემს მანქანას ვნახავთ. იმედი მაქვს, რომ შიგნით გადაღებას შევძლებ. ეხლა რო იცოდეთ, როგორი ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ 4 თვე და 15 დღე ველოდებოდი ამ დღეს, რომ ჩემს მანქანას ვნახავდი და არ ვიცი, როგორც იქნა ამდენი ტირილის, ლოცვის და გინების მერე მე ღირსა, რომ ჩემი მანქანა ვნახო. მე ხო ვიცი რა ემოციებს ვერ შევიკავებ და ტირილს დავიწყებ მანქანას რა ვნახავ და უკვე მრცხვენია ქავრი თანამშრომლობის, იმიტომ რომ მაგეთხო 700-ი მანქანა ყავთ ნანახი და იმაგრად არ კიდიათ ეხა რაღაც BMW-ს ჩამოსვლა, მაგრამ ეგ ხომ არ იციან რომ ჩემთვის ეგ მანქანა ძალიან ბევრს ნიშნავს. აუ ეს კასკა არ მიხდება. ეხა ერთ მანქანასაც გამოიყვანე და მე გამოჩნდება ჩემი პიპია. მე გავაყე. საბარგულე. ეს გადახსნა. რატომღაც ჩემს კაბრიოლეტს სახურავი არ ეხსნება. ეხლა მამა ჩემი აქ რაღაცებს აკეთებს, იქამდე მე დაგათვალიერებინებთ ჩემს პიპიას. სხვათა შორის ძალიან სოფთა ჩამოვიდა, იმიტომ რომ მინახავს, რომ მანქანები ძალიან დასრული ჩამოდის, ძალიან ბევრი ნაგვით და რავი, ზედმეტი არაფერი არ დევს, ძალიან სოფთაა. და ძალიან ლამაზია. მოკლედ, მანქანა არის იდეალურ მდგომარეობაში, იქოქება, დადის, რაც ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ეხლა რაღაც მოხდა, მაგრამ ზუსტად ვერ გავიგე რა, რატომღაც ჩემი მანქანა ჩაქრა. და მამიკომ აუ აკუმულატორია. ბენზინი არასხია და აკუმულატორი არის დამჯდარი. მაგრამ ნუ ისეთი არაფერი არ ჭირს, რაც მარტივად არ მოგვარდება. ცხვირია კიდე მაგარი მიმტურეული, მაგრამ იგიც მარტივად მოგვარდება. ეხლა რომ დაგააპდეითოთ რა ხდება, რომ მეუბნებოდნენ, რომ ბევრს დაგიწოს ეგ მანქანა რა თქინდა და რაღაცები. კაი მეთქი რა უნდა დამიწოს იმდენი, რა უნდა დამიწოს იმდენი. დავქაქეთ, მაგრამ 2 წუთში ბენზინი დაიცალა და ეხლა დგას ჩემი მანქანის საწყალი გაჩერებული მშიერი. აკუმულატორიც დამჯდარი არის. ბენზინი არ გვაქვს და ვერც აკუმულატორი ვერ იტანება და ეხლა წავიდა მამა ჩემი, თამოგებელი სასიყვარულოდ მიყურებს. მე რა საყვარელია. ეხლა წავიდა მამა ჩემი რომ მოიტანოს ბენზინი, რომ დავქოქოთ და აკუმულატორიც დაიტენოს და არ ვიცი საერთოდ არ ფუნქციონირებს აკუმულატორის გარეშე, რომ ეს კამი ვერ გავწია ელემენტარული წინ და არ ვიცი ერთი სული მაქვს, რომ ყველა ღილაკსით დავაჭირო და ყველაფერი გავაკეთო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჭერი გადავხსნა, რომელსაც რატომღაც ვერ ვხსნი და არ ვიცი რატომ ვერ ვხსნი, არ იხსნება. იმედი მაქვს, რომ აკუმულატორის ბრალი იყო, მაგრამ მანქანა როცა დაქოქილი იყო და სხვა რაღაცები გავაკეთე, მაშინ ჭერი ვერ გადავხსენი და თან უკან რაღაცა ზეთები მიიპარებოდა საბარგულში და იმედი მაქვს, რომ რამე სერიოზული არ ჭირს, იმიტომ რომ მაგ მანქანაში მთავარი არის ის, რომ ჭერი ეხსნება და არის კაბრიოლეტი და რაც მინდა კაბრიოლეტი, რომელსაც ჭერი არ ეხსნება, ხომ ჩვეულებრივი მანქანა. ეხლა რაღაც პროცედურებზე საბუთების მოგვარებას ველოდები, წავიყვან ზუგდიდში, მამიკო ცოტას მიხედავს რაღაცებს. Vitor kaca hiwer amo gause kumar. ჩემ მანქანის ხმებია ყველა გულების კდება. სხის ჩახლოს რა იცის.
ჩვენ რა უნდა გავიგოთ? ხო და მაგას გეუნები, შეშემ რა უნდა გავუგო შენ და მე? ხო მეუბნებოდნენ არ გინდა BMW ხშირად ფუჭდება და ხარჯიანი მანქანა არისო და ხო არ დავუჯერე ხო და 10 წუთი ვიარე ჩემი მანქანი და გაფუჭედა. რა მინდოდა ვაფშე რა შემოდიოდი ხო ვიყავი შვიდა და მაინც არა არ გაფუჭებულა ნუ აკუმულატორი არ ვარ გოდა და ეგ ხა ლოგიკური იყო ამდენი ხანი მანქანა იყო გაჩერებული და გავაფუჭდა აკუმულატორი რა იქნა და ეხლა ვდგავარ 600 ლარიანი ჩეკით ხელში. მოკლედ ხალხო, ცუდი ამბებია, ჩემი მანქანა არ დადის, აკუმულატორი კი შევცვალეთ, მაგრამ წყალს ადუღებს თუ რაღაცა ეგეთი ვენტილატორი არა აგრილებს თუ არ ვიცი რა ხდება. ეს ნახეთ რა მაგარი მანქანა, ჩემი მანქანის დასახმარებლად მოვიდა. მოკლედ ახლა ვართ სადღაც ფოჩი და ველოდებით ევაკუატორს. მე უთხარი მამაჩემს რომ პირდაპირ თბილისში წაგვიყვანოს ბარემ ევაკუატორმა და იქ დავაყენებ ხელოსანთან და რამეს უშველიან მეთქი, მაგრამ მამაჩემ ამითხრა შენ რომ მუღამი გაქვს რომ შენ წაიყვანო თბილისში, გავაკეთებ ისე რომ შენ წაიყვანო თბილისში ახლა და ეხლა ევაკუატორი მოვა მე წავიყვან ზუგდიდში, გავიგეთ რა პრობლემა აქვს, რა სჭირს, რატო სჭირს და გავაკეთებთ ისე რომ თბილისამდე გამიძვალს და მე მივყვანთ ხელოსანს. ვინმე თუ გაქვს ზედმეტი პომპა, რა ვიცი, მაჩუქეთ, იმიტომ რომ წეღან გავიგე მაგის ფასი და ცოტა არ მესიამოვნა. მე და ჩემი ბარბი მანქანა რომელმაც ძალიან ბევრი მანერვიულა მატირა, მაღნავლა, მაგრამ მაინც ამ ყველაში ყველაზე მეტად მიყვარს. მოვიდა ჩვენი ევაკუატორი, ჩემი მანქანის სალონის ფერს უხდება ძალიან სპეციალურად მოვიდა წითელი ევაკუატორი რომ მოუხდეს, ნახეთ. მარჯვნივ თუ მარცხნივ? მარჯვნივ შენგან თუ ჩემგან? სულ ერთია რა არის სულ ერთი ბიჭო? ნუ ნერვიულობ რა მომენტი აქ არა ვარ მოდი ეგ არის რა თავისით ვეღარ უკაჩავდა დაიღალა და ეხლა ევაკუატორით მიყვავს. არ ვიცი სად მიყვავს, მაგრამ მიყვავს. Switch. ეს არის ჩემი ძველი პომპა, რომელმაც მანერვიულა და მატია გუშინ და რომლის გამოც წამოიყვანეს ჩემი მანქანა ევაკუატორით. პომპა შევცვალეთ, მამიკო ახლა მეცვლის მანქანის ბორულებს და ზედ არის ჩემი მანქანა თბილისში წასასვლელად. მოგეწონა ჩემი მანქანა? კი. კაია? კი. ეხლა დღეს აქედან სახში ვაწავოთ, მე ჩამიჯდები? კი. ჩემთან გერჩევნია თუ ვიცოლასთან? შენთან. გორი რა მოგწონს ყველაზე მეტად ჩემ მანქანაში? აი მანქანა. რა მოგწონს ყველაზე მეტად? სახურავი რო იხება. მეც ეგ მოგწონს ყველაზე მეტად. მე ვთვლი რომ ჩემ მანქანას ძალიან უხდება სახელოსნოები, განახებთ რა ლამაზად დგას სახელოსნოში და როგორ უხდება აქაურობა. ანა წადი ბიჭო აჩუ ეხა ჩამოვედით ქუთაისში ველოდებით სალომე შეყვარებულს რა ჩემი მანქანა შეაფასოს და მე მივდივარ თბილისში ხოთეშორის ცხოვრებაში პირველად წამოვედი ამ ხალხ გზაზე თავს საკმაოდ კარგად გრძნობ თურმე შემძლები არის ისე წვისოდი რომ შემეძლო მაგრამ ძალიან კარგად ვიარე და დასტურე რომ კარგად ვიარე დიახ ბატონო გრიშა მოკლედ თბილისში ვართ მე და ჩემი მანქანა გუშინ ღამე ჩამოვედით ძალიან კარგად ვიმგზავრე უბრალოდ დაღლილი ვიყავი და აღარ მქონდა იმის თავი რომ გუშინ ვიდეოს გადაღება დამემთავრებინა ყველაფერი კარგად არის უბრალოდ გვაქვს რამდენიმე პრობლემა
დისკი არის გაბზარული. რადგან რაღაცების გაკეთებას მივადექით, მე ისიც არ ვიცი, რასაც უნდა გავაკეთო. ამიტომ დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს და ჩემი მეორე ვიდეო სავარაუდოდ იქნება მანქანის გაკეთებაზე, ვიზუალურ გალამაზებაზეც და რა პრობლემებიც აქვს მაგის მოგვარებაზე. ოღონდ იქამდე ხელოსანი უნდა მაპონინოთ ჯერ. აქ მოგვსია ჩამოწერილი რა აქვს მანქანა შესაძლებელი, ოღონდ ესენი რაც ვიცი და რაც არ ვიცი, ეგენი კიდე ცალკე არის. რაზვოლნი პულკას აქვს ზეთი გასხმული, მოტორის ზედა კრიშკის პრაგლატკა აპარებს ზეთს, რულავოი კალონკაზე ჩერვიაკის პლასმასი არის შესაძლებელი, ამორტიზატორები სლაბია, წინა მარცხენა არის გასმული, მაგრამ ორივე შესაძლებელია. და ამის გარდა დისკი არის გაბზარული და სჭირდება რომ არ ვიცი რა სჭირდება და ისვარყოს თუ რაღაც ეგეთი. და ხა ძალიან დებილი ვარ ჩვენ, მაგრამ მე ვაპირებ რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვისწავლო და ხელოსნებს თავზე დაბადგე და ყველაფერი ავახსნები და რატო აკეთებენ. იმიტომ კი არა რომ არ ვენდობ, იმიტომ რომ მე თუ ვინმე ხელოსანთან ჩემ მანქანას მევყვან, ანუ არ ვიცი 7000-მა კაცმა მითხრა რომ ეგ არის იდეალური ხელოსანი და ძალიან კარგია. უბრალოდ თავზე იმიტომ დავადგები რომ ეს ყველაფერი ვისწავლო და მეც ვიცოდე პრაგლატკები და რაღაცები, რულოვოი კალონკები. ხა ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ მანქანა იყოს ყველანაირად გამართული და მერე გადავალ ბუფერის და კაპოტის ყიდვაზე. ცალი ფარიც მოგხაყიდი ხო? აქეთ ამხარე, აქეთ რომელია მარჯვენა მხარე არის გატეხილი. ბარემ აქვე მერჩეთ ფირისად გადავაგრა. ხო ჩამოგითვალეთ რეები აქვს გასაკეთებელი, ფაქტობრივად მარტო საჭეთა ბორბლები მაქვს და მე იცით რა გავაკეთე? გასაღების кейსი ვიყიდე. რაზეც მე ყოფილი გვიხიდე და დანარჩენებისთვის ვაგროვებ ჯერ. ხო ფირი ქვია. რაღაცას რო აკრავენ მანქანას, პერსაც რო უწulis და მე რო გაკაწრო ან რაღაცა მანქანა რო დიდად არ ზიანდება. აი ტელეფონის რო ბრონია, ეგეთი რაღაცა რო არის. ეგ მინდა გადავაკრა და მაინტერესებს თქვენი აზრით დავტოვო თეთრი თუ რამე სხვა ფერი გავაკეთო. მოკლედ ეს იყო ჩემი პირველი YouTube-ის ვიდეო და ძალიან ნუ გამსჯით. თხოვნა არის რომ რჩევები მომცეთ კომენტარებში რა გამოვასწორო, რა შევცვალო, რა როგორ გავაკეთო, აუცილებლად მთელი გულით წავიკითხავ ყველანაირ რჩევას და ყველაფერს გავითვალისწინებ. უბრალოდ არ გამლანძღოთ, იმიტომ რომ მეც არ ვიცი რას ვაკეთებ. მე თვითონ უნდა დავამონტაჟო, არც ვიცი როგორ დავამონტაჟებ. მე თვითონ გადავიღე, არანაირი გეგმა არ მქონია რა როგორ უნდა გადამეღო, უბრალოდ რაც მომწონდა და რაც მსიამოვნებდა ყველაფერს ვუღებდი და იმედი მაქვს რომ კაი გამოვიდა. და კიდე რა მინდა რომ გითხრათ, გადავწყვიტე რომ ჩემ ყველა YouTube-ის ვიდეოში ედიტორებისთვის მქონდეს გათამაშება. ამ ვიდეოზე ვინც გააკეთებს ედიტს, ეხლა ვიღაცა რაღაც ედიტს ხო უჭველი გააკეთებს ამ ვიდეოს და ვარემ რომ სტიმული და мотиваცია მოგცეთ და რა თქმა უნდა თქვენ მაგითი მეც ძალიან დამეხმარებით, გადავწყვიტე რომ იმ ედიტორს, რომლის ვიდეოც ყველაზე მეტად მომეწონება, გადავცემ 300 ლარს და მეყოლება მეორე გამარჯვებულიც, რომელსაც ყველაზე მეტი მოწონება ექნება ვიდეოს. გამარჯვებულებს გამოვაცხადებ შემდეგ ვიდეოში, ამიტომ დრო გაქვთ შემდეგ ვიდეომდე. ძალიან გამახარებ თუ გვერდს გამოიწერთ და რაც მთავარია კომენტარებს დამიწერთ და მირჩევთ რა შევცვალო და რა გამოვასწორო და ვეცდები რომ მაქსიმალურად გავითვალისწინო, რომ შემდეგი ვიდეოები უფრო და უფრო კარგი გამოვიდეს. დაკოცეთ.